გამარჯობა, მოგესალმებით ჩვენს მასტერკლასზე. დღევანდელი განხილვის თემა ზრდის განრიგი. მცენარეებს სჭირდებათ წყალი და საკვები ნივთიერებები. ჩვენ კი ყოველ ჯერზე, როდესაც მცენარეს ვრწყავთ, მათ კომბინირებულად ვაძლევთ და ამას საკვებ ხსნარს ვუწოდებთ. მაგრამ სანამ მორწყვაზე გადავალთ, უნდა გადავწყვიტოთ, რამდენი წყალი და საკვები ნივთიერება სჭირდება მცენარეს. მცენარის მორწყვა ერთ-ერთი ყველაზე რთული პროცესია მებაღისთვის, რადგან მცენარეები ერთი და იმავე სისწრაფით არ იზრდებიან. ასაკსა და კლიმატურ პირობებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ მათი ზრდის სიჩქარეზე. სწორედ ეს ართულებს პროცესს. მაშინაც კი, როდესაც ერთი და იგივე სახეობის მცენარეს ერთნაირ ზრდის პირობებში ამყოფებთ, ზრდის პროცესი შეიძლება მაინც განსხვავებული იყოს. ამ მიზეზების გამო კანამ გადაწყვიტა შეექმნა მცენარის ზრდის გრაფიკი ფაზების მიხედვით და არა სახელმძღვანელო დღეების ან კვირების მიხედვით. მაგალითად, ამ გრაფიკზე, რომელიც ტერას სუბსტრატზე გაზრდისთვისაა, შეგიძლიათ ნახოთ პირველ სვეტში წარმოდგენილი ზრდის 6 განსხვავებული ფაზა, რომელშიც შეიძლება მცენარე იყოს. პირველი რიგი ზრდის გრაფიკზე რეალურად არ არის ზრდის ეტაპი. ეს არის სუბსტრატის ხელახალი დატენიანება. ხანდახან მოგიწევთ ხელახლა დაატენიანოთ სუბსტრატი, რათა იგი გაასუფთავოთ და დაამუშაოთ. ან თუნდაც მაშინ, როცა მასში ფესვების სტიმულატორის დამატება გსურთ, რათა დარწმუნებული იყოთ, რომ მცენარის ზრდის საწყისი ეტაპი შეუფერხებლად წარიმართება. ზრდის გრაფიკის მეორე რიგს ეწოდება პირველი ვეგეტატიური ფაზა. ამ ფაზაში მცენარეებს გამოაქვთ ფოთლები, ღეროები და ფესვები. ეს ფაზა მას შემდეგ იწყება, რაც დაფესვიანებულ კლონს, თესლს ან ნერგს მზა სუბსტრატში გადაიტანთ და გრძელდება მანამ, სანამ მცენარე ზრდას განაგრძობს. დღისადმი ნეიტრალური, ეგრეთ წოდებული ავტომოყვავილე მცენარეები ავტომატურად გადადიან პირველი ფაზიდან მეორეში და შეიძლება განსხვავება ვერც კი შეამჩნიოთ, რადგან მცენარე მუდმივად განაგრძობს ზრდას. ერთადერთი განსხვავება ფაზებს შორის საკვები ნივთიერებების დოზირებაა. მაგრამ მოკლე დღისადმი მგრძნობიარე, შემოდგომას მოყვავილე, ანუ ფოტოპერიოდული მცენარეების შემთხვევაში, შემდეგ ეტაპზე გადავდივართ მომენტში, როდესაც გროუერი გადაწყვეტს სინათლის ხანგრძლივობის შემცირებას 18-დან კვლავ 12 საათამდე, რაც შემოდგომის იმიტაციას ქმნის. ამას მეორე ვეგეტატიურ ფაზას ვუწოდებ. პირველ ვეგეტატიურ ფაზას შეგიძლიათ შეხედოთ როგორც თვეებს: მაისი, ივნისი და ივლისი. ხოლო აგვისტოში გადავდივართ შემდეგ ეტაპზე. მეორე ვეგეტატიური ფაზა. მეორე ვეგეტატიურ ფაზაში მცენარეები იწყებენ ყვავილობის ჰორმონის გამომუშავებას. ეს ნიშნავს, რომ მცენარე მალე ყვავილებს გამოიღებს. მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ არ შეგვიძლია მათი დანახვა, რადგან მცენარეს კვლავ გამოაქვს ფოთლები, ღეროები და ფესვები. გარეთ მზარდი მცენარისთვის ეს აგვისტოს თვეა. ალბათ იცით, რომ როდესაც პირველი ყვავილი გამოჩნდება, თქვენ გადადიხართ შემდეგ ეტაპზე. ეს არის გენერაციული ფაზა ნომერი 1. ყველაზე დიდი განსხვავება სხვა ფაზებთან შედარებით არის ის, რომ ვცვლით საკვებ ნივთიერებებს. მაგალითად, მცენარეს სჭირდება მეტი კალიუმი. ამ შემთხვევაში ჩვენ ჩავანაცვლებთ კანა ვეგას კანა ფლორესით. ამის შემდეგ შედარებით დიდი ყვავილები გაიზრდება და გარდაიქმნება ნაყოფად. სინამდვილეში კი ის ჯერ კიდევ იზრდება და იმატებს სიმაღლეში. ეს ფაზა გრძელდება მანამ, სანამ სიმაღლეში ზრდის პროცესი არ გაჩერდება და ზრდა უფრო ვერტიკალურად არ გაგრძელდება, სანამ ნაყოფი და ყვავილები უფრო დიდი არ გახდება. ამ ფაზას ქვია გენერაციული ფაზა ნომერი 2. გენერაციულ ფაზა ნომერ 2-ში, როდესაც ყვავილები კიდევ უფრო დიდია, მათ მეტი კალიუმი სჭირდებათ. ასე რომ ჩვენ საბაზისო საკვებ დანამატს, კანა ფლორეს, დავუმატებთ PK-13-ს. მიუხედავად იმისა, რომ ეს აძლიერებს მცენარეს, ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან მცენარე ასევე ძალიან დაუცველიც ხდება. თუ დოზას გადააჭარბებთ, ფოთლებმა შეიძლება დახვევა და დაწვა დაიწყონ. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც მის გამოყენებას მხოლოდ 1 კვირით გირჩევთ. თუ მცენარეს გარეთ ზრდით, აქაც სიფრთხილეა საჭირო. რადგან მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოს და სექტემბრის თვე ძალიან ლამაზი და მზიანია, მცენარე შეიძლება მაინც დაიწვას,
ასე რომ მეტი ყურადღება დოზირებასთან. მაქსიმალური დოზაა 1,5 მილილიტრი 1 ლიტრზე. ამ ფაზის შემდეგ გადავდივართ მესამე გენერაციულ ფაზაზე. მცენარე იწყებს ნაკლები საკვები ნივთიერებების მიღებას და ვუახლოვდებით ზრდის ციკლის დასასრულს. გარეთ მზარდი მცენარისთვის ეს არის სექტემბერი, ხოლო დახურულ სივრცეში საკვები ნივთიერებების დონეს ვამცირებთ. ასევე ვიწყებთ ჩარეცხვას კვირაში ერთხელ, რათა დავრწმუნდეთ, რომ საკვები ნივთიერებების რაოდენობა ზედმეტი არ არის. საკვები ნივთიერებები შედგება მარილებისგან და ისინი ნაყოფს მლაშე გემოს აძლევენ. ზოგიერთი მოსავლისთვის, მაგალითად როგორიცაა პომიდორი, შესაძლებელია ეს კარგიც იყოს. მაგრამ კიტრისთვის ან ყვავილებისთვის ეს არც ისე სასურველია. სწორედ ამ მიზეზით ვამცირებთ საკვებ ნივთიერებებს ამ ფაზაში. ხოლო ფინალურ ფაზაში, რომელსაც ვუწოდებთ მეოთხე გენერაციულ ან დამწიფების ფაზას, ჩვენ საერთოდ არ ვიყენებთ საკვებ ნივთიერებებს. მხოლოდ წყალი ან დანამატები მცენარის გემოზე და ტერპენების რაოდენობაზე გავლენის მოსახდენად. მაგალითად, თუ ბაზილიკს ბოლომდე დაუმატებთ ბუსტს, მის არომატში აუცილებლად იგრძნობთ ხარისხს. სიმწიფის ფაზა დამოკიდებულია ტემპერატურაზე. ასე რომ, თუ მცენარე სიცხეშია, მისი დამწიფება შედარებით აჩქარდება. გარდა ზრდის ფაზებისა, რომელსაც ჩვენ ზრდის გრაფიკში ავღნიშნავთ, ასევე გირჩევთ რამდენიმე პროდუქტს და მათ დოზირებას. თუ მარცხნიდან მარჯვნივ დააკვირდებით, ნახავთ თუ რომელ პროდუქტს ვუწევთ რეკომენდაციას. საკვებ ნივთიერებებს აქვთ ისი ღირებულება. ეს ნიშნავს, რომ მომატებული დოზის შემთხვევაში ისი პლუსი იზრდება. რა თქმა უნდა, წყალსაც აქვს ისი ღირებულება. ხოლო წყალს დამატებული ისი პლუსის საკვები ნივთიერებებიდან არის ჯამური ისის მაჩვენებელი ჩვენს საკვებ ნივთიერებათა ნაზავში. სანამ რიცხვებს შესაბამის ფარგლებში შეინარჩუნებთ, თქვენ შექმნით კარგ და უსაფრთხო საკვებ ნივთიერებათა ნაზავს თქვენი მცენარისთვის. წარმატებებს გისურვებთ შემდეგი მცენარის გასაზრდელად.